მოკლედ მე მგონი შეგვიძლია რომ უკვე დავიწყოთ ჩვენი გადაცემა და ჩვენი დღევანდელი რუბრიკის წამყვანი სოფიო წარვადგინოთ სოფია მოგვიწევოსაც მთელი გულით ელოდება ჩვენი მაყურებელი დარწმუნებული ვარ მოგესალმებით ისე შენ რო ხედავ სულ რომ დილამშვიდობის ეკითხა მაინც მიჩვეულია შუადღემშვიდობის და მეც მჭირს ფათაშორის ეგ აფსუსი მინდა გითხრა ეხაც კი ნაღამ თქვი დილამშვიდობის თან მე დილის ეთერშიც რომ ვიყავი რაღაცა გადავაბო თითქოს გადავაბა მინდა კარგად ეს ვინ უნდა ჩავაანალიზოთ მიუხედავად ბევრი სირთულეებისა მაინც მუდმივად ვცდილობთ რომ არ დავკარგოთ ენერგია არ დავკარგოთ мотиваცია და რაღაცნაირად ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დილის ეთერში როდესაც პროგნოზი გავაკეთეთ და აქვე გეტყვით რომ ცოტა შევცვალეთ ესე ვთქვათ შუადღის ეთერში სასაუბრო თემა იმიტომ რომ ჩვენი მაყურებლები მიჩვეული იყვნენ შაბათის ეთერს და მიჩვეული იყვნენ რომ ზოდიაქოს ნიშნების შესახებ კონკრეტულ თემებზე ვსაუბრობდით და გადავწყვეტეთ რომ დავაბრუნოთ ეს ტრადიცია მოკლედ ოღონდ ხა უკვე შუადღის ეთერში და ამას გარდა რა თქმა უნდა კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშანზე აუცილებლად საუბრობთ და რა თქმა უნდა მე როგორ გამოვტოვე ჩემი სულის არ ვიყავი ხების ჯერია და მოთმინებით ელოდებიან როგორც ყველაზე მთავარი თვისება რაც არის პრინციპში თხის რქის არის ზუსტად ეს რომ ისინი არიან ძალიან მომთმენი ადამიანები გავიგებთ ეკაზე ისეთ რაღაცებს რასაც ჩავაანალიზებთ ეკაზე სხვათა შორის თხისქა არის კიდე სიტყვა ძუნწი ძირითადად სიტყვა ძუნწები არიან და ემოციებშიც ძალიან მეზონილები არიან მინდა გითხრათ ეგრეთ წოდებული უწიფუწი ცოტა რთულად გამოსდით ხოლმე იმიტომ რომ ისინი იბადებიან უკვე დიდები გაზრდილები იბადებიან მათი დაბადება ხშირად არის ისეთ გარემოში სადაც შესაძლოა მშობლები არიან ასაკით უკვე ხანდაზმულები ყავთ შესაძლოა პატარა და-ძმები ვიზეც უნდა იზრუნონ და სხვა შორის არ ჭირდებათ მათ ამას მითითება რომ ის პასუხისმგებლობები აქვს იბადებიან ძალიან დიდი ჰიპერტროფირებული პასუხისმგებლობის გრძნობით მოკლედ ყველა დღის მთელი ცხოვრება მე გტანჯავს იმიტომ რომ სხვებისგანაც ითხოვ შესაბამის რა თქმა უნდა კი ბატონო იმიტომ რომ თქვენ ქვეყანაში განსაკუთრებით რა თქმა უნდა და ჩვენი ქვეყნის თავარი კარმული ნიშანი როგორც მისიის მაჩვენებელი არის თხის რქა ჩვენ უნდა დავების გავთოთ თხის რქებს ჩვენ ზრდასრულები უნდა გავხდეთ ადრე თუ გვიან უნდა მივიდეთ მაგამდე რომ პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ ცხოვრებაზე და ასევე თხის რქა არის ყველაზე მშრომელი ზოდიაქოს ნიშანი ნუ ასტროლოგები თხის რქებს სხვაგვარად უწოდებენ ზოდიაქოს ყველაზე მუშა ნაწილს კი მე ეკაც ვეძახი ფუტკარს კი ნამდვილად და თან იცით როგორი პრინციპი აქვს თვითონ თხის რქის სიმბოლო ეს არის ვაცი რომელიც მიძვრება მწვერვალზე არ აქვს მნიშვნელობა თოვლია წვიმა ქარია ანუ ჯიუტად პრინციპულად მოინიშნავს მიზანს და მდუმარეთ არაფერს არ გიმტკიცებს არ გეკამათება ანუ ეს კლასიკურად თხის რქის თვისებაა რომ იცის რა არის მისი მიზანი 10 წელიც რომ დაჭირდეს მან ზუსტად იცის სად უნდა აბობყდეს მოკლედ უზომოდ ჯიუტია როგორი ციცაბოთ არ უნდა იყოს კი და შეუძლია გაჩერდეს დაისვენოს შეცვალოს მეთოდები მიზნის მაგრამ მიზანს არ შეცვლის არასდროს სასწაულად ჯიუტი ხალხია სხვა შორის უაპელაციო ჯიუტები შეუძლიათ აქვე მინდა ჩემი საყვარელი მეგობარი ილო ბეროშვილი მოვიკითხო აი მეც მოვიკითხავ ძალიან დიდი სიყვარულით და მე ძალიან მომენატრა ილო და ილოს თხის რქა და სხვა შორის ხუმრობდა კიდეც როცა საქართველოს ჰოროსკოპზე საუბრობდით ერთხელ რომ თხის რქების პარტია უნდა შევქმნათ მართლაც პრინციპში რომ იცოდეთ ეს ის ზოდიაქოს ნიშანია რომელიც ძალიან კარგად გრძნობს იერარქიას თხის რქა საერთოდ არის ჭირდება ბევრი თხის ხერხემალია რა ანუ ასტროლოგიაში ეს არის სატურნი და თხის რქები ძალიან ხშირად არიან მართლაც ხერხემალი, ოჯახის ხერხემალი, სტრუქტურაში ხერხემალი არიან, ანუ ძალიან კარგად ესმით ეს იერარქიის პრინციპი და აი ეს პრინციპი მექანიზმის კიდევ, იმიტომ რომ ასტროლოგიაში სატურნი კიდევ შეესაბამება დროს, საათებს, მოკლედ აი საათს ხო იცით როგორი მექანიზმი აქვს და ყველა ესე ვთქვათ რაღაც დეტალი თუ უნდა მუშაობდეს, რომ საბოლოოდ თვითონ ამ მექანიზმმა იმუშაოს, თხის რქას ძალიან კარგად ესმის ეს, ამიტომ ბიუროკრატიის პრინციპიც კარგად ესმის, პროტოკოლის პრინციპიც ძალიან კარგად ესმის და ძალიან კარგად ემორჩილებიან ზოგადად დისციპლინას. ანუ მათთვის ძალიან ადვილად გასაგებია ეს ყველაფერი და ძირითადად ამიტომ არიან ძალიან დისციპლინებული ხალხი და ცოტა პირქუშებით აქედან გამომდინარე ოჯახურ ურთიერთობებში, იმიტომ რომ მათი სიყვარული გამოიხატება
ქმედებით და ერთხელ ვაპარაკობ თხისკებზე და მოვიყვანი მაგალითად ადრიან ჩელენტაუნ თხისკაა და პრინციპი ეგეთი არის ერთ ფილმში ამბობს დოსტები ერთხელ ხომ გითხარიო მიყვარხარო და თუ რამე შეიძლება გაგაკებინა პრინციპი არის თხისკის ეს ანუ არ შეუძლია ეს რაღაც ესე ვთქვათ რომანტიკა და აი რაღაცა ძალიან ენის მოჩლეკით საუბარი თუმცა ითვლება რომ თხისრქები, ქალებიც, კაცებიც ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ნიშანია თუ აგირჩიათ აი რა ძალიან ამტანი გამტანი პარტნიორია შეიძლება ესე ითქვას არ გაგანებივროთ შეიძლება ზედმეტი ბევრი კომპლიმენტებით არ იცის უბრალოდ არ ეხერხება ემოციის გამოხატვა ესე პირდაპირი გაგებით თუმცა ასტროლოგიაში არსებობს ანტაგონისტობის პრინციპი და თქვენ ეხლა ვინც გვისმენთ თხისრქებზე შეიძლება ზოგი აღშფოთო ესე თქვას რომ აი მე ვიცნობ თხისრქას რომელიც არ არის საერთოდ ესეთ არის დიამეტრულად განსხვავებული გაურბის პასუხისგებლობებს არის ბავშვი ჭირვეული რა დისციპლინა მოკლედ აი ესეთ თხისრქებსაც შეხვდებით, იმიტომ რომ თხისრქები რომლებიც პატარა ასაკიდან გადამეტებული წესებით ეს მოთხოვნებით იზრდებიან, ძალიან ხშირად შეიძლება დაემსგავსონ კირჩხიბს, იმიტომ რომ თხისქის ოპოზიციური ნიშანია ანტაგონისტი ჩაირთვება, რომ თავი დაიცვას ესე თავდაცვას ჩართავს ადამიანი და შეიძლება იყოს ძალიან უპრინციპო, ძალიან უპასუხისმგებლო, არანაირი პასუხისმგებლობას არ იღებდა საკუთარ თავზე, სულ იცოდებდეს შეიძლება საკუთარ თავს, მოკლედ, სულ გარბოდეს ვალდებულებებისგან და სხვათა შორის თხისრქის ნიშნით დაბდება, ისევე როგორც მერწყულის ნიშნით დაბდებაც, ასევე ნიშნავს იმას, რომ პირად ცხოვრებაში ამ ადამიანებს ყავთ წყვილი კარმული. კარმული ასტროლოგიაში ნიშნავს განსაკუთრებულ პარტნიორებს. ანუ ეს ის ხალხია, ვისაც ინა ინკარნაციაში ჩვენ ვიცნობთ და მათთან სამუშაოა ჩვენი ურთიერთობა, ესე მარტივი არ არის მოკლედ და აი რაღაცა ბედის წერით შეიძლება იყონ ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული და ზუსტად აი აქ სწავლობენ თხისრქების და მერწყულების ემოციის გამოხატვას და სიყვარულის სიტყვებით აფიშირებას, იმიტომ რომ მათთვის ეს ძალიან რთულია ესე ილაპარაკონ საკუთარ ემოციებზე. ასევე თხისრქებს პრიორიტეტად აქვთ პროფესია, კარიერა და რაღაც ვალდებულებები. და შესაბამისად შესაძლოა ხშირად აყენებდნენ უფრო წინა ვალდებულებებს, ვიდრე ოჯახის და ოჯახურ ვალდებულებებს და თუნდაც ესე ვთქვათ რაღაც ემოციურ მომენტებს მაგალითად და ამის გამო ხშირად ითვლება რომ აი თხისრქა ცოტა პირქუში პარტნიორია, ცოტა ცივია, მაგალითად ურთიერთობებში ხშირად დებენ ბრალს, რომ იცოდეთ. მამაკაცები განსაკუთრებით კაცები არიან, ესეთი პესიმისტი და ცოტა ჯუჯღუნა ხალხია მოკლედ და ჯიჯღინი უყვარს საერთოდ, აი ბუზღუნები არიან, იმიტომ რომ თხისრქა ხომ მოხუცის სიმბოლოა ზოგადად და აი ზუზუნებენ, აი შეუძლიათ იჯუჯღუნონ, რაღაც არ მოსწონთ მაგალითად, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება, მათზე უფრო საიმედო ხალხი არ არსებობს, იცოდეთ. აი ოჯახი წმინდა და წმინდა თხისრქისთვის და ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრს იღებენ თავის თავზე, არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის ვალდებულებებს, დედა, მამა, ანუ ძალიან დიდ პატივისცემენ ოჯახს, ტრადიციებს, არ გაურბიან ამნაირ პასუხისგებლობებს, ისტორია ანუ ეს გვარის ისტორია, ოჯახის ისტორია, ტრადიციები ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის და სხვათა შორის ძალიან უყვართ ბებია, ბაბუები და ასაკით უფროსი ადამიანები. ისინი იხსენებენ რაღაცა პატივს, ამაყობენ, იმიტომ რომ თხისრქებს საერთოდ უყვართ იამაყონ თავიანთ საგვარეულოთი ოჯახი და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ასევე თუ ვინმე ცხოვრებას უკავშირებენ ვინ არის, აიდან მოდის, ანუ რა ფასეულობებით ცხოვრობს ოჯახი თუნდაც და ასევე თხისრქა ძალიან დიდ პატივს საკუთარი საქმის პროფესიონალებს. შესაბამისად, პირად ურთიერთობებში ანიჭებს ისეთ პარტნიორს უპირატესობას, რომელიც ან რაღაცას უნდა წარმოადგენდეს უკვე მოკლედ და ან ამბიცია მაინც უნდა ქონდეს რომ ვიღაცა იყოს. რამე მაინც ხელი. იმიტომ რომ ვერ იტანს თხისრქა საერთოდ იტანს არაპროფესიონალ ადამიანებს და თავხედებს რომლებიც ჯერ თავისი ადგილი არ უპოვნიათ ეს თქო ცხოვრებაში რაღაცა ძალიან იქაჩებიან მოკლედ იმიტომ რომ ოღონდ იცი რა არის არ გეჩხუბოთ შეიძლება იმიტომ რომ ეს არ არის კონფლიქტური ხალხი როგორც წესი უბრალოდ თავისას არ დათმობს რა აი ძალიან ჯიუტია რაღაცა თავის პრინციპები აქვს და დუმარეთ ოღონდ არაფერს არ გიხსნის ნახეთ აქ რაღაცა პრინციპი მაგალითად ესე თulis ესეა საჭირო და აი ესე მიყვება ამ თავის პრინციპებს ძალიან დიდი ესე ვთქვათ გამოწვევები გასაჭირი შეუძლიათ აიტანონ ფიზიკურადაც ძალიან გამძლე ხალხია ოღონდ საინტერესო რა არის რომ ბავშვობაში უფრო სუსტები არიან ამან ყოფობენ ხშირად აი სუსტი ბავშვები არიან როგორც წესი და რაც უფრო ასე კი ემატებაც
მით უფრო მეტად ძლიერები ხდებიან, აი ქვადარკინა, რასაც ქვია და იმუნიტეტს იმუშავებს. ძალიან, იმიტომ რომ სატურნი ასტროლოგიაში არის დროის მმართველი, მოკეთ. და ერთ-ერთი ყველაზე პირქუში პლანეტაა, ესე ითვლება და აქედან გამომდინარე, დღისკები როგორები არის, თითქოს რომ იბადებიან, ბავშვები ძალიან სერიოზულები არიან ხშირ შემთხვევაში, უსერიოზულესი ბავშვები იბადებიან როგორც წესი და რაც უფრო ასე კი მოემატებათ, უფრო მეტად მარტივები ხდებიან. ანუ შეიძლება მაგალითად 40-45 წელს შემდეგ უფრო გულშვილი გახდეს. და რაც თავი კიდე ვიზუალურად არ ეტყობათ გარეგნობაზე ასაკი. იმიტომ რომ სატურნი დროს ყინავს, დროის გაყინვა შეუძლია და ძალიან იშვიათად იპოვით, კი, აი გარეგნულად საერთოდ არ ეტყობათ ასე კი, რაც ასაკი ემატებათ, შეიძლება პირიქით ახალგაზრდობაში არ გამოიყურებოდეს ისე ლამაზად და მოუხდებელად, ძალიან უხდება, ასაკი თუ ვინმეს უხდება, ეს არის თხისქა, აი ძალიან უხდებათ, ასე სხვანაირები, სულ სხვანაირები არიან. რა პრობლემაა თხისქა ძალიან გავს, თხისქა ძალიან გავს მორიელს და ამიტომ საუკეთესო წყვილია. იმიტომ რომ ასტროლოგები ამბობენ, რომ თხისქა არის უშხამო მორიელი. ერთნაირი გამძლეობა ახასიათებთ, ერთნაირი პრინციპულობა ახასიათებთ, ერთნაირად მოზომილები არიან, აი თუნდაც ემოციის გამოხატვაში მაგალითად და ერთნაირად ერთგულები არიან. კიდე აი თუ კი რაღაცა პრინციპები აქვთ, ამ პრინციპების ძალიან ერთგული ხალხია. ცოტათი ემოციურად თუ კი ჩაკეტილია და მოვალეობებს ამჯობინებს რაღაც რომანტიკას აპატიეთ ეს, იმიტომ რომ თუ კი რამეს აკეთებს თხისქა ეს ყოველთვის პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე და ოჯახის პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე როგორც წესი, იმიტომ რომ იშვიათად შეხვდებით მათ შორის ეს ადამიანებში, ანუ როგორ გითხრათ რომ არ ყავდეს ოჯახი, თუმცა შინაგან ცოტა მარტოსულები არიან. ასევე მინდა გითხრათ. ნებისმიერი თხისქა არის შინაგან ცოტათი მარტოსული, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც კურატორიც, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის კურატორიც არის სატურნი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული პლანეტა ასტროლოგიაში, ცოტა პესიმისტიც არის ხანდახან და წაგების შემთხვევაშიც, აი მაგალითად ვერძივი და მშულდოსანივით უცებ არ წამოხდება ფეხზე და ანუ უნდა გაანალიზოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თხისქებს უყვართ დაგეგმა მაგალითად რაღაცა კონკრეტული მარშრუტით სიარული და თუ კი ისე მოხდა რომ წარუმატებლობა ნახეს, ხომ? შესაძლებელია რაღაცა პერიოდი ჩაიკეტონ კიდეც ფსიქოლოგიურად. სხვათა შორის ამ დროს ძალიან დიდი პრობლემა იქნება ხერხემალი და ძვალსახსროვანი სისტემის მხრივ, იმიტომ რომ სუსტი წერტილია სხვა შორის თხისქებში ყველაზე სუსტია ხერხემალი, ძვალსახსროვანი სისტემა, კბილები, სმენა ანუ ესეც სატურნია და სახის კანი, ასევე კიდევ, იმიტომ რომ კანის სტრუქტურაც ასევე ასტროლოგიაში სატურნით არის მართული. თხისქებს ურჩევდი ცოტა უფრო მეტ ოპტიმიზმს და უფრო სწრაფად გადაწყვეტილებების მიღებას, უფრო მეტ სპონტანურობას, იმიტომ რომ თხისქას უყვარს ყველაფერი გართულოს. მოდი ესე გეტყვით და ყველაფერს იღებს ამიტომ რთულად. ძალიან იშვიათად იპოვით თხისქას, რომელიც გეტყვით, რომ მარტივი ცხოვრება აქვს. ყველაფერი რთულად ეძლევათ, მაგრამ თვითონაც უყურებენ რთულად, იმიტომ რომ მარტივად თუ მიიღეს, ცოტა უკვირთ, რომ ეს როგორ ვერა ვქვამთ ხოლმე. კი, ზუსტად აი როგორ ეს მარტივად გამოვიდა, იმიტომ რომ თხისქაში ძალიან ცუდად ზნობს თავს თვარე და ვენერა. თვარე არის შინაგანი ბავშვი, ესე ვთქვათ, შინაგანი ბავშვი. სხვათა შორის თხისქებს შორის ხვდებით პროფესიულად ძალიან კარგ ზოგადად ესე ვთქვათ მენეჯერები არიან. კარგი მენეჯერია, იმიტომ რომ აი ეს იერარქიის პრინციპი ხო კარგად ესმის და ზუსტად იცის ეს რგოლები იერარქიის და თვითონც კარგი დაქვემდებარებულია, მაგრამ ასევე არის არაჩვეულებრივი უფროსი, მოკლედ. ცოტა ცივია და მომთხოვნია და კრიტიკულია, მაგრამ ის გემის კაპიტანია, რომელიც გემი რომ ჩაიძიროს, მაინც დარჩება. და დისციპლინაც უყვართ. ძალიან უყვართ დისციპლინა, სასწაულად უყვართ დისციპლინა, თუმცა ძალიან აფასებენ ადამიანებს, ვინც საკუთარ ოჯახს ცემს პატივს და თუ კი თქვენ თხისქა გყავთ უფროსი, მაგალითად ყოველთვის თამამად ესაუბრეთ თუ მაგალითად გაწუხებთ ის რომ ოჯახის წევრი ყავთ ავად და ვთქვათ ანუ სხვა შემთხვევაში კომპრომისოა ამ დროს აუცილებლად გაითვალისწინებთ ძალიან დიდ პატივს ცემენ ეს ადამიანებს მით უმეტეს ისეთ ხალხს ვინც დედას მამას ხანდაზმულ ადამიანებს ესე ვთქვათ უვლიან თუნდაც ითვალისწინებენ თხისქას საერთოდ ეიტანს უპასუხისმგებლო ხალხს მოკლედ ანუ უპასუხისმგებლოებს და არაპროფესიონალებს რა ეს ორი ხალხი ორი ტიპის ხალხი ყველაზე მეტად აღიზიანებს თუმცა არ გეჩხუბებათ უბრალოდ პატივს აქცემთ რა და კონტაქტო იქნება სავარაუდოდ თქვენთან კომუნიკაციაში მხოლოდ და მხოლოდ ეს შეიძლება ესე გამოხატო შეიძლება საკუთარი ანტიპათია მაგალითად თქვენს მიმართ პროფესია რაც შეეხება ყველგან პოულობენ თავს კარგად სადაც იერარქია ანუ
დაბალი რგოლიდან უმაღლესამდე უნდა მიხვიდე. ამიტომ სახელმწიფო სტრუქტურებში ძალიან ბევრ თხის გასხვდებით. ძალიან გამძლეები არიან, შეუძლიათ აი წლობითი შენო კარიერა, ყველა რგოლი გაიარონ და შესაბამისად ის პროფესიონალიზმი აქვს უკვე მერე ხელში და ვერავინ ვეღარ ჩააჩოჩებთ, მოკლედ ამ მოპოვებული ადგილიდან. ასევე არქიტექტორები ძალიან კარგი მშენებლები, თხის გამშენებლების ნიშანია საერთოდ და კონსტრუქციები კარგად ესმით რა, მოკლედ ყველაფრის შენება შეუძლიათ. იმიტომ რომ მონდომებაც მოთმინება აქვს კიდე შენებას ხო მოთმინება ჭირდება რა. ამიტომ ძალიან კარგად ესმით ეს პრინციპი და ყველაფერს უყურებენ როგორც აი მნიშვნელოვან ეს თქვა პროექტს რომელიც ნაშენო მოთმინება. ოჯახსაც ასე უყურებენ, ამიტომ იმპულსურად არ ქმნიან ოჯახს და დიდი ხნის მანძილზე იღებენ გადაწყვეტილებას. თუ მიიღეს საბოლოოა ძირითად შემთხვევაში და ძალიან ერთგული პარტნიორები არიან კიდევ ერთხელ ვამბობ. კუროებს და ქალწულებს ძალიან კარგად ეწყობიან. მორიელს ფანტასტიკურად არაჩვეულებრივად ეწყობა, ცოტა მოთმინება არ ყოფნის ვერძთან და ტყუპებთან. ვერძთან განსაკუთრებით, იმიტომ ეს ორი რქიანი ნიშანია და საშინლად. თუმცა თხისკა შეუძლია დაღალოს ვერძი თავის მოთმინებით. მოკლედ, ტყუპებს ვერ იტანენ ძალიან ძნელად ეწყობიან, თუმცა ინდივიდუალურია კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება იყოს ესეთი წყვილი. იმიტომ რომ ტყუპი უდისციპლინოა. თხისკა დისციპლინის ადამიანი და ანტაგონისტი თხისკა რო შეხვდეს? კი, მაგ შემთხვევაში კიდე შეიძლება. სხვათა შორის კირჩხიბები მოსწონთ ასევე ძალიან ხშირად ნახავთ თხისკას და კირჩხიბს ეს საერთოდ ოპოზიციური ნიშნები რო იცოდეთ, თუ კი ერთმანეთს გაუგეს, ძალიან კარგი წყვილი შეუძლიათ შექმნა, იმიტომ რომ კირჩხიბს აქვს ის რაც თხისკას ჭირდება და თხისკას აქვს ის რაც კირჩხიბს არ აქვს და ეს დამატებაა ერთმანეთს და ავსებენ მე ძალიან კარგად ერთმანეთს. და შესაბამისად, ოღონდ ვინც არ უნდა იყოს მისი ცხოვრების მეგზური, ძალიან აფასებს კიდევ ერთხელ გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანი ან შემდგარი იყოს, ან ამბიციები ქონდეს და ქალები სხვათა შორის თხისკის ნიშნით დაბადებულები ძალიან ხშირად არჩევენ კარიერის გაკეთებას უღირსი მამაკაცის გვერდით ცხოვრებას. ვინდა გითხრა. ეს პრიორიტეტი ნამდვილად აქვს და სხვათა შორის ერთ-ერთი ესეთი წარმატებული ქალბატონები ბრძანდებიან ბიზნესში, ყველანაირი ტიპის საქმიანობაში, იმიტომ რომ ეს კარიერა თხისკა არის ზოდიაქოს მეათსახლი სატურნი. კარიერისტები არიან და ამისთვის ცხოვრობენ კიდეც, იმიტომ რომ ეს არის მათი სიამაყე და ამბიციები. კი ამბიციები აქვთ ამ ადამიანებს. უბრალოდ ბევრს არ ლაპარაკობენ ამაზე და არასაფერს არ უმტკიცებენ. საქმით ამტკიცებენ ესე გეტყვით რა, აი საქმით აჩვენებენ, აი მე რა შემიძლია. სიყვარულსაც სხვა შორის ასევე საქმით ამტკიცებენ.